მებოდებო დილა მშვიდობისა დიდება უფარს თუ დღეშია ჩვენი ქვეყანა ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში ქართველი არ დარჩა ქვეყანაში ჩვენი ქართველები უცხოელებს სახლებს უშენებენ ჩვენი ქართველები უცხოელებს სახლებს უშენებენ აი გორა ეს ეხედეთ რა დღეში ვართ ამას რა თავიდან ზევიდან რო აფურთხებენ ხო ქვევით ხალხს ხვდება მოსახლეებს წარმოგიდგენიათ ეს ააშენენ წლების უკან არ ვიყავი მაშინ მე საქართველოში ეხლა აგერ ახალს აშენებენ გვერდით კიდე და კაციშვილი არ არის თქმელი ნახევარი გორა ცარიელია ხალხით ნახევარი გორა ხალხო ცარიელია სახლები ცარიელია ესენი შეხედე ახალ სახლს აშენებენ კიდე აგერ ნახევარი გორა ცარიელია ქართველი აღარ დარჩა ქუთაისში და საქართველოში და ვის უშენებენ ეგენი ამ სახლებს ვერ გავიგე ვეკითხები პასუხს არ მცემენ მემუდარები გამაგებიათ პასუხი თქვა პასუხს არ მცემენ თქვათ მამაოჩვენო დილის ლოცვა დიდება უფარს დიდება უფარს მამაო ჩვენო რომელიც ახარ ცათა შინა წმინდა იყოს სახელი შენი მოვიდეს უფევა შენი იყოს ნება შენი ვითარცა ცათა შინა ეგრესა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მოგვე ჩვენ დღეს და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენია სუფევა ძალი და დიდება ამინ დიდება უფალს მებოდადებო მშვიდობიანი დღე მოგმადლე უფალო დიდება შენ სახელს გამჩენო ღმერთო ასეთ ამბებს საცოდავ დღეში ვართ ქართველები სახლებს აშენებენ ქართველები გვაკდება ვისთვის აშენებენ მარტო უცხოელები მატულობენ ჩვენ ქვეყანაში მოდიან და მოდიან და არ შეიძლება ასე ქართველი აღარ დავრჩებით მარტო ხელფასი ხო არ არის ფურსოღებულობ შეუჯახაშენებულო შენ შვილს მე უცხოტომელი სოლათ არ მოიყო ქართველი რო აღარ იქნება მე მაგი გვასწავლა ღმერთმა და ქრისტიანობა ძალიან დამწუხრებული ვარ ამ ყველაფრით ვცდილობ მივახვედრო ვეუბნები მუშებს ვეუბნები გაჩერდით ნუ მუშაობთ ზოგიერთი ძახის მუშა რა შუაში არის აბა ვინ არის შუაში მაგი მუშაობსა მაგი აკეთებსა მე ვარ აბა შუაში მაგი მუშაობსა მაგი აკეთებსა მე ვარ აბა შუაში უფალო დიდება შენ სახარს მადლი მოგმადლე შიში მოგვასილე ეშმაკის მარტო შენი შიშით გვატარე უფალო დიდება შენ სახარს დაგანახებთ ეხლა კიდე და კიდე დაგანახებთ და კიდე დაგანახებთ მანამდე სული მიდგას მანამდე არ მინდა შევეგო ამ უზნეობას აგერ რა ხალხო ეს გორა ნახევარი გორა ცარიელია სახლებით ნახევარი გორა ცარიელია სახლებით მთელი გორა შემოგვილაგენ სახლებს აშენებენ არაბებისთვის პაკისტანელებისთვის ინდუსებისთვის ალბათ აბა ქართველი აღარ დარჩა და
ვისთვის აშენებენ, მითხარით? ვისთვის აშენებენ, მითხარით? აქ ჩვენი უბანი იყო, ამ გზაზე ჩვენ მივდიოდით ასე და ქალაქში ჩავდიოდით. ღმერთო, გამოუხილე ყველას გონება, აზრი, სული, ქმედება, რომ იცოდეს, რომ უზრდელობა შედის, უზნეობა შედის, ვარ არის ეგ ქრისტიანობა. აი შეხედეთ, აგერ აი ასე იყო ჩვენთან ჩასასვლელი, ამ გზით ჩავდიოდით ხალხ. გორა იოანე პეტრიძის ქუჩა. აი ამ გზით ჩავდიოდით ჩვენ. ეხლა აგერ აი ახანე შეხედე გზა გადაგვიკეტეს. გზა გადაგვიკეტეს და 8 სართულიანი თუ 9 სართულიანი სახლის აშენება უნდა. აგერ კიდე ხო სახლი არის, აი ეს ამასაც აშენებენ, არ ვიცი ვინ. ხალხი ქართველები აღარ დარჩა. ქართველები აღარ დარჩა, გამიგეთ? ქართველები აღარ დარჩა ქუთაისში. ავტობუსებში არაბები და პაკისტანელები უფრო მეტი არიან ვიდრე ქართველები. ეგერ კიდე ახალ სახლებს აშენებენ. ეგი აგერ ჩვენ აგერ რა გზა ჩასასვლელი ქონდა გორიდან გზა. ხალხს მოგროვებული გვაქვს ხელმოწერები. ნახევარ უბანზე მე ხელმოწერები მოგროვებული გვაქვს. რო არ მიდიოდეს აქ შენებლობა. ნახევარ უბან მოგროვებული გვაქვს, რო აქ შენებლობა არ მიდიოდეს, მაინც არ ესმით. მაინც აშენებენ. აქ ხეები იყო ადრე. აქ იყო დიდი ალვის ხეები, აი აქ და წინა წელს. 2 წლის უკან აქ ხახალეიშვილი იყო მერი. დიდი ალვის ხეები იყო, აი ეგე რომ მოჩა, შეხედე ამ ხეებში. დიდი ალვის ხეები იყო აქ. აქ იყო დიდი ალვის ხეები. აი ამ გაყოლებაზე, სადაც ეგენი აშენებენ. დიდი ალვის ხეები იყო. და 3 წლის უკან ხახალეიშვილი რო იყო მერი, მაშინ მოგვიჭრა იმან. ხახალეიშვილი რო იყო იმან მოგვიჭრა მაშინ. ეხლა აგერ ეგენი დადიან და 9 სართულიანს მიშენებენ ახან. რო ვეკითხები, რას აშენებ თქვა? სახლ ვის უშენებ თუ არ ამბობენ. ეგი აგერ რა უფროსები არიან, ვითო. ღმერთო. აუხილე გონება. ეს მაგს რო ემსახურებიან, ახლა ეგენი ქართველი აღარ დარჩა და ვის უშენებენ აპა სახლს? ვის უშენებენ სახლს? დაფიქრეთ ხალხო. ვის უშენებენ? ქართველი აღარ დარჩა. შეხედე. შეხედეთ, აქ უნდა ეგ გზა ჩაგვიკეტეს, აგერ ჩასასვლელი. შეხედე. გამხელა ციხესიმაგრეს აშენებენ. ეხლა ეგ ქართველები არიან, ახლა ეგენი ყველა. და ვის ველაპარაკო, მე? ვის ველაპარაკო, მე? შეხედე. ვეუნები, ვამხენ. მოდიდან უიწყებლებიო, რა უთხრა, მეტი აღარ ყოფნის, ძალა და რა გავაკეთო, რა გზას დავადგე. რა გზას დავადგე. აგზელებენ შენებლობა. ვინ შემოსახდება აქ? არაბი, პაკისტანელი, ინდუსი, ქართველები საიდან ქართველების სახლები, სარიელი. ნახევარი ქუთაისის სარიელია სახლებით. ნახევარი გორა, ნახევარი ქუთაისის სარიელია სახლები. ღმერთო, მიახვედრე ამ უძღეურებს, რო ცოდვა შადიან. ჩვენ შვილებს არაბები და პაკისტანელები მოიყვანებენ სოლა. არაბები და პაკისტანელები მოიყვანებენ სოლა. აი ამას აკეთებენ ეგენი აქ. ხოზამია თურქმენეს და რას არ დაამსგავსეს ამ კუდიანებმა. თქვენ ნელა-ნელა ბევრი აზიარეთ, მებოდადებო. მადლობა უფალს ძალიან ბევრი ის არის, რა ქვია, ბევრი ხალხი ნახულოსა, ნელა-ნელა უფალმა იქნება ჩემი უბანის ხელმოწერები მოგროვებული გვაქვს, უკვე რო შეაჩერო მშენებლობა. გამიგე? მოგროვებული გვაქვს ხელმოწერები. რო არ იყოს ახალი ამ მშენებლობა, იმიტომ რომ ამგენს რო ეუნები კაცობაზე რო ელაპარაკები, კაცობა არ უნდათა. კაცობა არ უნდა, ღმერთო, დასეტყვე ერთი ეკუდიანები ახალი. ღმერთი რო აქვს მიტოვებული.
დასწეთყვე ერთი უფალო ღმერთი რო აქვს მიტოვებული და მიახვედრო რომ ჩვენ შვილებს არაბები მოიყვანებენ სოლათა პაკისტანელები ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში ამგენის გადამკიდე ეგენი კიდე სახლებს აშენებენ სირცხვილი თქვენ ღმერთმა დაგსაჯოთ ამის გულიზა არაბებს რო უშენებთ და პაკისტანელებს ღმერთმა დაგსაჯოთ ამის გულიზა თქვენ შვილებს არაბები მოიყვანებენ ცოლად მერე გვიან იქნება სიკვდილს მოიძებნით მაგრამ სიკვდილს ვეღარ დახავთ სირცხვილი თქვენ სირცხვილი თქვენ ყველა სირცხვილი ამისანა უბედურ დღეში ვარ აგერაც კიდე ეკუდიანები აშენებენ ეგ 9 სართულიანი იქნება ალბათ აბა რა იქნება ეგ აგე რა კიდე ხალხო გონს მოვიდე თორე ეგენი შეგვჭამე ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში ამდენის გადამკიდე დაგლახროთ უფალმა ყველა ვინც ღმერთს ხართ განდგომილები დუმილით ქრისტეს ყიდით და ჩვენ ქრისტეს ვერ გავყიდით ყუდიანებო დაგლახროთ უფალმა აქ ცხოვრობ მეც ეხლა ლოცვებზე მივდივარ ხო და ჩამოვდივარ აქ ყოველ დღე და ვამხელ ამდენს რო ასე ნუაკეთებ რა ვქნა მეტი რა გავაკეთო მეტი რა შემიძლია კაცები არიან და ვეუბნები ნუ აშენებთო მაინც აშენებ უფროს უთხარი უფროსი სახელმწიფო არის დიდი ხანი ეშმაგზია მიყიდული მე რას გავაგებიებ ახლა ბიზნეს ხალხი თუ არ შევიკრიბეთ და ხალხმა თუ არ ვთხოვეთ მარტო მე ვინ დამიჯერებს ხალხო გაერთიანების დრო არის გადავდოთ ჩვენი პირადი ისინი რა ქვია გზნობები და უფლის სახელისთვის ცნებებისთვის რაც გვიქადაგა უფალმა ისე ვიცხოვროთ არა გვაქვს ჩვენ უფლება არ არის მაგი ქრისტიანობა უცხოტომელზე გათხოვება და იმდენი არიან უკვე შემოსულები ქალაქში ქუთაისის ვიზახით თბილისი ხო საერთოდ წალეკილი ყავდა ჩვენს იგივეს დაგმართებენ ხალხო ხმას თუ არ ამოვიღებთ ქუთაისლებო იმერლებო ღმერთო გვაპატიე და გვიშველე და დაგვიხსენი ბოროტის ჩვენ ერთმანეთს გვერდში თუ არ ამოუდექით გადავდოთ ჩვენი პირადი გზნობები არავიზე ნაკლები კაცი არა ვარ მე და ადამიანი ხო და მე დავიწყე აგერ მაგის ზახელი და მაწუხებს გული და სული და შეგზნება გამარჯობა ოქრობიძე იქნება როგორმე მოვძებნოთ საშველი და დავიხსნათ თავი ამბოროტებისგან წაახთინეთ ქვეყანა გავერთიანდეთ რა ქალაქში ვარ მე ყოველ დღე ცენტრალურ მოედანთან იქ ლოცვებს ვკითხულობ თელ სოფლიოზე ფსალმუნებს ვკითხულობ მებოდადებო რო იცოდე დავითის ფსალმუნებს ხო და იქ უნამუსობას რო უყურებ არ ვშუმდები და ვამბობ გიგა ადამიან რას იწევლები ამ ხელაკაზე შენთან გიგა ოჯახში რო შემოვლენ გაიგი არაბები და პაკისტანელები მერე ნახავ აბა როგორ არ დაიწყევლები რა ვქნა მეტი გაჭირებიდან აღარ ვიცი რა გავაკეთო არაბები და პაკისტანელები უფრო მეტი არის ავტობუსებში ვიდრე ქართველები რა გავაკეთო მეტი ვინ დავწყევლო აბა რა ვქნა მეტი კაცი ვარ შევიგინო გინება არ ჩვევია აღარ ვიგინები რას იწევლები მოდი და დალახროს უფალმა ყველა უზნეო ყველა არამზადი აბა რა ვქნა მეტი რას იწევლები რა უნდა გააკეთონ ისინიც უნდა წავიდნენ ემიგრაციაში თუ რატო უნდა წავიდნენ ემიგრაციაში ძამია რატო უნდა წავიდნენ მიწა გვაკლია თუ რა დაახნან და დათესონ და მოიყვანებენ პუზაიმად რატო უნდა წავიდნენ შეგაცო ემიგრაციაში სთავაზობ სირცხვილიას სირცხვილი შენ ხარ შენ დამელაპარაკე გინდა პირდაპირ ეთერში სირცხვილი ხარ შენ ძამია და შეუგნებელი ხარ ბიჭო გააზიარეთ მაინც მაგის დედა ვატირე
თუ მეტის თავი არა გაქვს, ჩემი სიტყვა პასუხი. შენ ზამია ცუდად უყურებ, ეთყობა და შენთან ოჯახში არაბები შემოვლენ, მალე და პაკისტანელები. შენ საცხოვრობ არ ვიცი მე და მე ქუთაისში უკვე ვხედავ, მაგასა უგზნობ. ამ ქუჩაში არასოდეს არ გაუულია პაკისტანელს და არაბებს. დღეს დადიან ზამია. რა თქმა მაგენი ბიჭო, მე ქრისტიანი ვარ. მაგენი მალე ოჯახებში შემოვლენ და დაგხოცავენ. ჩვენ ზამია, გია, ადამია. მასი არ არის შვილო. მასი არ არის შვილო. რატომ უნდა წავიდნენ უცხოეთში სამუშაოს მეტი რა გვაქვს საქართველოში? წავიდი ყველა სოფელი აქვს. რატომ უნდა წავიდნენ უცხოეთში? აბა ეგიჯობია არაბებს რა უშენონ სახლი? ეგიჯობია ზამია? არ ჯობია ზამია, მაგი დიდი სოდვა. ქართველი არ დარჩა ზამია, რა ოხრობათ უნდათ მაგის ანაპური. ქართველი არ დარჩა იმ სარიელ სახლებში. 8 სართულიანებში და 9 სართულიანებში უცხოელები არ შემოვლენ, ქართველი აღარ არა ვართ აბადა. დაფიქრდი ადამია, ვინც დაფიქრდი ზამია. შეურაცხყოფას არ გაყენებ და სიმშვიდე შეინარჩუნე. ზამია, სიმშვიდე. დადი. აია. ზამია. შეურაცხყოფაზე მეც ამბობ შენ. შენი სიტყვები შეუგნებლობა არის, შენი მაგი. შენი სიტყვები, შენი შეუგნებლობა არის, მაგი ზამია. აბა არაბებს აუშენონ სახლები, ამას იძახი შენ? მითხარი ზამია, დაფიქრდი აბა. დაფიქრდი, მაო შეურაცხყოფას არ გაყენებ, დაფიქრდი. არაბებს ვის აშენებენ სარიელი სახლები, მითხარი. ნახევარი ქუთაისი ძმაო, კერძო სახლები სარიელია. იყიდონ თუ ასე ზამუნდათ, ყიდვა. გაიგე ძმაო, რას გეუბნები, მივხვდი ადამია. დიდი ხანია გაყიდულია საქართველოს საბჭოთა კავშირი რას დავანგრიეთ მის მიერ. დიდი ხანია გაყიდულები ვარ. და ჩვენ ერთმანეთის ჭამას არ მოურჩით. ჭამთ, რას აშენებენ? შეაჩერონ მუშაობა. შეწყვიტონ მუშაობა, ვის უშენებენ? სატანას. რა თუნდაც ამის ანაფული ბიჭო, შენ ადამია, შენ გეუბნები. არაბები რო შემოასახლონ, ამდენს ვერ ხვდები ზამია? მითხარი. რა თქმა ამის ანაფული ბიჭო, შენ? თუ გინდა შენ იყავი, მაგი. რა თქმა ამის ანაფული. უცხო ტომერს რო აუშენო სახლი. ვარო ბიჭები. დაფიქრდი ძმაო, ადამია, დაფიქრდი. შეურაცხყოფა არაფერ შეურაცხყოფაზე უარეს დღეში ვარ. მოდი და ნუ დაიწყებლები ზამია. შენ შეიძლება დღეს შეერთე და მე ერთ კვირაზე მეტია დავდივარ ამგენსა ვეუნები. ნუ აშენებ თქო, შეწყვიტეთ მუშაობა. თურქეთს დაამსგავსეს ჩვენი ქვეყანა, დაამსგავსეს ზამია, ხო და მაგია უბედურება. თურქებს რა ენაღლება, თურქებს კი აწყობს. ჩვენ გვანადგურებენ თუ არა, ქართველებს და ქრისტიანებს, თორე 2 მილიონი აღარ დავჭით, გონია. 2 მილიონი აღარ დავჭით, გონია 2 მილიონი ბიჭებო. გადენენ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედები უცხო ტომელებს ტანსაცმელებს ურეცხავენ და ფეხებს ბანენ. ჩვენმა მამებმა საბჭოთა კავშირი რო იყო, პირველები ვიყავით სოფლიოში. ჩვენ და რუსები. ჯერ ჩვენ ვიყავით ქართველები და მერე იყვნენ რუსები. ჩვენს მერე ვერ შევიშნეთ. გაყიდეს ჩვენმა მამებმა სული ეშმაკზე, დოლარზე. ეგია დოლარის ბრალია, მაგი ყველაფერი. სხვა რამის ბრალი კი არა. საბჭოთა კავშირში საერთო იყო ყველაფერი, როგორც ახალ აღთქმაში წერია. ახალ აღთქმაში წერია მასე ზუსტად. რო იქადაგებენ პეტრე და პავლე, ხო და ხალხი რომ მოვიტანს ყველაფერს საერთოზე. ასეთი ცხოვრება ქონდა საბჭოთა კავშირში ჩვენ და ვერ შევიშნეთ სამწუხაროდ. ვერ შევიშნეთ სამწუხაროდ. კი ვართ ამისანა უბედურ დღეში ამით. აგერ გაყევით ქალაქს, პარკის ასასვლელია ეს.
გზით დავდივარ ყოველ დღე როცა ვარ ქუთაისში ამ გზით ჩავდივარ ქალაქში თითქმის ყოველ დღე ლოცვებზე სიკვდილს ვეძებ ბოროტებო თქვენ გეუნებით ღმერთის მეშინია მარტო და ცოდვის მეტი არაფრის იკითხეთ თქვენ სულები რო გაქვთ გაყიდული ფულზე ჭამასვაზე ქვაბავაზაკები რო ხართ ჭამასმაში რო ხართ დატყვევებულები ქუთაისში საღამოს თავისუფალი ადგილი არ არის რესტორანში თავისუფალი ადგილი არ არის ქუთაისში რესტორანში კაცებო რა ვერ გაძღა ჩვენი მუცელი ამდე რა გვაქეიფებს ჩვენ შვილებს ჭიფებზე ბეჭდები უკეთია ბავშვებს გოგონებს შიშველი ჭიპები დადიან გათახსირობა მაგი ჩვენი არ უნდა უშველოთ ბავშვებს არ უნდა დავარიგოთ დამრიგებელი აღარ დარჩა ადამიანი არ გამოდის ქალაქში და ეკლესია დადუმებულია ხმას არ იღებს სამწუხაროდ გამოიყვანონ მრევლი დავიწყოს ჯვაროსული სიარულები ქადაგებები რატო ვარ დადუმებულები უძლებს მოუწოდებ ხო გამოვიდეთ სახლებიდან ტაძრებიდან ხალხო ქართველებო გძლებო როგორც ევროპაში ტაძრები არის ეხლა დისკოთეკებად ქსეული იმას დავგმართებენ ჩვენ მივხვდით მაგას თქვენ მივხვდით ჯობია მაგას სიკვდილს მოიძიებთ მამებო სიკვდილს მოიძიებთ თქვენ წინაშე თქვენ ქალიშვილებს გააფუჭებენ უცხოტომელები იმდენი არიან უკვე და იმდენი ისე მატულობენ სიკვდილს მოიძებნით ამას რო დამართებენ თქვენ თვალწინ და არავინ არ მოჰკლავთ სიკვდილს ინატრებთ და არავინ არ მოჰკლავთ სიკვდილს ინატრებთ და არავინ არ მოჰკლავთ იმიტომ რომ ამის ღირსები იქნებით რომ მაგ სოდვას უყუროთ გაიგეთ რა დღეში ხართ და რა დღეში ვარ ჩვენ ყველა აი ცხოვრებიდან კი არ დამიწყენ ლოცვების კითხვა პირველი კაცი ვიყავი საბჭოთა კავშირში და საქართველოში ჩიტის რძე არ მაქვს ქუთაისელი ვარ ყველა მისწვდ ყველაფერი მაქვს და დღესაც ყველაფერი მაქვს მადლობა ორი ბიჭი მყავს კიდე ღმერთმა მომცე შვილები წესიერი კაცი ვარ ქვეყანა პატივცემს ლოცვა ცხოვრებაში არ მithქვი ეხლა დავიწყე ლოცვების კითხვა პანდემიის დროს დამანახა უფალმა უბედურება და იმიტომ გეუნებით თქვენს მებოდებო ნელა მოვიხმოთ უფალი რა გავერთიანდეთ ქალაქში დავდივარ მე ყოველ დღე მოედანზე გავესწროთ ერთმანეთს დავიწყოთ ქვეყნის შველა თორე არ ეშველება ისე უჩვენოთ არაფერი ქვეყანა ჩვენი მთავრობა ჩვენი საშველია გაიგეთ მაგენი ხმას ვერ იღებენ ეხლა იმიტომ რომ ჩვენი მთავრობა 1991 წელს გაიყიდა საბჭოეთი რო დაიმგრია გაიგეთ ეგ თქვენ მაშინ მის მერე ვარ გაყიდულები გამსახურდია ჯვარზე გავაკარი გამსახურდია დისიდენტი იყო გვიან მიხვდა მაგას რო დააქცია საბჭოთა კავშირი არ უნდა დაექცია საბჭოეთი გვიან მიხვდა მაგას მოტყვილებული იყო მოტყვილებული იყო გამსახურდია გვიანი ნანა და თქვა საბოლოოდ ბიჭებო ერთი იმპერია დავანგრიეთო და უარეს იმპერიაში მოხვდითო მის მაკაცებს აქვს ეგ ნათქვამი მე კი არა გამსახურდია იყო დისიდენტი აგენტი დასავლელების თვითონ ამბობს ამას თვითონ გამოვიდა სახალხოდ ასხონოს უფალმა მაგას სტალინი ზულდა სტალინი რასის შესაძლებელი კი იყო ხალხო დაფიქრდით აბა ამისანა უბედურ დღეში ვარ ამიტომ ყველას მოგიწოდებთ იმერლებო ვინც ახართ აქ იმერეთში ჯერ მადლობა უფალს ხალხო იქნება ზიარებით მადლი დაგვედოს და ვიღაცამ კიდე ნახოს იმიტომ რომ ლოცვებს ასე კითხულობთ ჩვენ და უსხო ხალხი ნახულობს ლოცვებს და მადლად ედებათ მე ჩვენი სიტყვებიდან ნუ გერიდებათ გააზიარეთ ქალაქში გამოდით ქალაქში ვარ მე ყოველ დღე კაცებო ქალაქში ბაღის კიდე სანავარ იქ ყოველ დღე იქა ვარ კაცებო ლოცვებს კითხულობ თელ სოფლიოზე ფსალმუნებს უფრო სწორად
ფსალმუნებს ვკითხულობ, მეფე დავითის ფსალმუნებს ვკითხულობ. ქართულ ენაზედაც ვკითხულობ და სლავურ ენაზედაც და რუსები სანატრელი გაგვიხდა უკვე. იმდენი არაბები შემოდიან და დამთხეულები მაინც რუსებს ლანძღავენ. რუსები სანატრელი გაგვიხდება, ქრისტიანები იყვნენ. ლამაზი ქალები ყავთ, ჩემი ცოლი პირველი რუსია. ანგელოზები ყავთ, ანგელოზები, ღვთისმშობელებივით ქალები ყავთ. კაცები, წესიერი კაცები ყავთ, არაფერს არ გაწყენიებენ, შენ თუ არ აწყენი. არაბს გააგები, მაგას შენ რას რუსეს მის და იმას რა ქვია? პაკისტანელს გააგებიებ შენ რას ქრისტიან რუსეს მის? ეგი სატანა გვაჩხუბებს რუსებთან, გაიგეთ, ეგი თქვენ? რუსებს ჩვენთვის არაფერი დაუშავები. არაფერი. ჩვენ დაუშავეთ. მეფე ერეკლეს, ახლა თქვენ მეფე ერეკლეზე მეტი გამოდიხართ, მითხარით ერთი. მეფე ერეკლე მარიცოდა რა გაეკეთებია და მეფე თამარმა. სხვა კაცს ვერ ნახავდა? რუსის კაცს რო არ გაყოლოდა ცოლად? გაიგეთ ხალხო, რაშია საქმე? ქრისტიანები არიან და ყველაზე მეტი არიან დღეს დედამიწაზე ქრისტიანები, მაგენი. ჩვენ კიდე მაგენს უნდა ვასწავლოთ, იმიტომ რომ ჩვენი ესმით მაგენს. აქვთ მაგამოცდილება. სტალინი გვყავდა. სტალინი სამს, სტალინი იყო მესია. გაიგეთ, ეგი თქვენ? და მთელ რუსეთს შეაყვარა ჩვენი თავი. მთელ რუსეთს შეაყვარა ჩვენი თავი. და შევიშნოთ, ეგი. გაიგეთ, ხალხო, ტრაკისკენ არის ჩვენი სახე. არაბები და პაკისტანელები უფრო მეტი დადიან ჩვენ ქუთაისში, ვიდრე ქუთაისლები, ხალხო. ჩვენი დედები დაავადებულები არიან, მოწამლული საჭმელი, მოწამლული სასმელი. ადრე რძე თუ იყიდებოდა, ხო? ადრე რძე თუ იყიდებოდა, ხო, იმას მარტო რძე ეწერა. გამოდი, ზამია გითმო გზას. არ გინდა გამოსვლა, კაი. და დღეს რძე რო აწერია წინა მხრიდან, უკიდან იმდენი შემსვლელობა აქვს, ხო, იმიტომ ვარ დაავადებულები. ქუთაისში ხალხო 9 აფთიაკი იყო სულ საბჭოთა კავშირი რო იყო. 9 აფთიაკი იყო სულ და გამყიდველებს ძინავდა აფთიაკებში. გაიგეთ? არავინ არ დადიოდა წამალზე, იმიტომ რომ ნატურალური საჭმელები იყო. და დღეს აგერა, შეხედეთ. მაკდონალდსი მოჩანს? კი, მოჩანს. მაკდონალდსი არის და ზევით ტაძარი. მისანა დღეში ვარ. მაკდონალდსია და ზევით სიწმინდე. ამისანა დღეში ვარ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ყველაფრისთვის მადლობა. რა გზა გვაქვს? ჩვენი ცოდვების გამო ვართ ასეთ დღეში. ჩვენი ცოდვების გამო. და დავაკეთო ახლა მე მანქანაზე. ჩვენი ცოდვების გამო ვართ ასე და იმიგრანტები უყურეთ ქალაქს. მანქანის ადგილი არ არის. ამოტენილია უცხოელები, დაგეთ განან შემსალოცავ ადგილებზე უცხოელები. სარიელი ქალაქი, ხალხი. ორკაპიკიან მანქანებში ვართ, ყველა ჩამჯდარი. ერთმანეთს ვეღარ უყურებთ, აღარ ველაპარაკებით. არა სიყვარული, არა ენა, არა მამული, არა სარწმუნოება. ყველაფერი არაზე გვეწყება ჩვენ საცოდავებს, ჩვენ. ყველაფერი არაზე გვეწყება სამწუხაროდ. ადი გამასარი გამია რა გინდა. ის არის ჩემი სალოცავი ადგილი. იგრძნები მე ლოცვებისთვის. თეთრ სვეტებს. ჯერ მაქვს რაღაც საათზე მეწყება ლოცვები. მანქანასაც დავაყენო, მანქანის ადგილი არ არის. მანქანის ადგილი არ არის. უსხოელებისგან მარტო არ. ტურისტები.
აგერ მაკდონალდსი ხალხო ბავშვებს ნუ დაატარებ ეს საჭმელებია რო გვიავადებს ხალხს ეს საჭმელები ავანტყოფად რო აქცევს ჩვენ ხალხო ნუ დაატარებ გაიგეთ ამდენი საჭმელი არ ფულჭდება როგორც ტარს აბალზამირებენ ხო იცით ისე აბალზამირებენ ეგენი საჭმელს ადრე მაგას ეგვიპტელები აკეთებდნენ ადრე მაგას ეგვიპტელები აკეთებდნენ მაგანიც საკანებელი ვერ ვნახე და დღეს ჩვენ გვიკეთებენ საჭმელებს გვიბალზამირებენ რო დიდხანს გაყიდონ გაიგეთ და იმიტომ ვარ დაავადებულები იმიტომ ყავს ამდენი ავადმყოფი იმიტომ ყავს ამდენი ავადმყოფი გაიგეთ ხალხო ამისანა უბედურ დღეში მე მგონი აგერ შეიძლება გაჩერებო აგერ გავაჩერებ შორს კი არის მაგრამ რა ვქნა წავიდე ყველაფერს ფარემ ერთიანად ასეთ უბედურ დღეში ვარ რო ისოდეთ და მერტის წყალობით იქნება კაცებო შეხვდეთ ერთმანეთს შეხვდეთ იქნება ერთმანეთს გამოდით ქალაქში დაველაპარაკოთ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში გამოდით ქალაქში გამოდით დავენახოთ ერთმანეთს ცოდვებია ჩვენი ბავშვები უპატრონოთ იზრდებიან მშობლებს უფლებას არ აძლევენ ბავშვებს რო ასწავლონ გაიგეთ ხალხო რა დღეში ვართ გაიგეთ გაიგეთ ხალხო გაიგეთ ხალხო ღმერთმა გვიშველოს ღმერთმა გვიშველოს განახეთ ბარემ ახლა ემიგრანტების არიან ბევრი ნახულობს ჩვენ ვიდეოებს ემიგრანტებისა დაგანახებთ ბარემ მე მგონი ასე თუ ისე არაფერი არ მრჩება რაც მრჩება რა მადლობა უფალს ყველაფრის თუ რამე დავბრუნდები მე ეს მანქანაში საჭმელი მოწამლული, სასმელი მოწამლული, ყველაფერი განადგურებულია, განადგურების პირას ვდავართ ხალხს. გაუშნიკები მრჩებოდა, მადლობა უფალს გამახსენდა, მიკროფონი მრჩებოდა, განადგურების პირასა ვართ, კაცებო, განადგურების პირას, გამოდით ხომ იცნობ, მოვეხმაროთ ერთმანეთს, დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში. ხომ იცნობ თქვენ მე, ხო იცით რომ არა ვარ ბოროტი და უნამუსო კაცი. მე ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში შვილები სადარდებელი გამიხდა. თქვენ არ დაგიხდა სადარდებელი შვილები ხო? თქვენ შვილები სადარდებელი გაგიხდა ხო და მაგას ვიზახი. შვილები სადარდებელი გაგვიხდა კაცებ. გამოდით ქალაქში დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში. არაფერი არ ვქნათ, მარტო ღვთის სიტყვა ვიქადაგოთ. რაც გვასწავლა უფალმა. ენა მამული სარწმუნოება გიყვარდეს მოყვასი შენი როგორც თავი შენი ვიქადაგოთ ეგი ყველაფერი მეტი არაფერი არ გვინდა ჩვენ ანარჩენს უფალი ყველაფერს მოაწყობს დიდება უფალს დიდება მისახ შევატრიალებ კამერას ქალაქს დაგანახე დიდება უფალს რა ტარი ქალაქი ამოტენელია ჩვენი ქვეყანა უსხველები, უმსგავსოები, ნაკოლკები ძუძუებზე, ტრაქზე, ჭიბზე, სადარუკეთია. კი ვართ ამისანა დღეში, ამიტომ. კი ვართ ამისანა დღეში. დაიწყო უსხველები. უსხველების ბირჟა, ეგია და უსხოტომელების ხლისტების უმსგავსოების აგერ აი 64 აქვს აგერ აშენებული ტაძარი და ქვევით ჯოჯოხეთი ეგი
მაგდონალდსი ჯოჯოხეთია, გეუბნებით ხალხს ბავშვებს უდაატარებს ხალხს. და არ გაგიხდებათ, ალბათ ნატურალური საჭმელები აჭამეთ. ნატურალური საჭმელები აჭამეთ და არ გაგიხდებიან, ალბათ. ჩვენი სარიელი ქალაქი. ტურისტები. იარონ კაცო ტურისტების წინააღმდეგი კი არა. მაგრამ ქართველები რო არ ყავს, ეგი მადარდებს, სწორედ. ქართველები რო არ ყავს, ეგი მადარდებს. ეგი მადარდებს, ყველაზე მეტად. ჩვენი ბაღი შეხეთ სარიელია. კაცის შვილს ვერ ნახავ, ქართველს. უსხოტომელეს ბევრსა ჩვენ წახთენილ სამომავლობას. მერჩი რომ მოპარენ ჩვენ ბავშვებს, იმისანე ბევრი არიან. შვილები არ გადარდებთ, კაცებო. შვილები არ გადარდებთ, ბიჭებო. უბედურ დღეშია ჩვენი ქვეყანა, გონს მოვიდეთ, გონს. ასეთი ამბებია ძმებოდადები. რაც არის ამისთვისაც მადლობა. მადლობა უფალს ყველაფერს. მეტის ღირსები ვარ კიდე ჩვენ, მაგრამ რასაც ვიკეთებთ უფალი მადლობა. ქართველი გოგოები არიან. ჭიბგად მოგდებული რო დადიან, ეგი დიდი სოდვა. ხალხო, ეგი დიდი სოდვა. ამისთვის ჩვენ მოგწყობენ მამებს, თორე შვილებს კი არა. ჩვენ მოგწყობენ. ჩვენ მოგწყობენ მამებს, თორე ბავშვებმა არ იციან მეტი და კარგი დროებით შეგვეწიოს უფალი მამას და სულიც აქა ვარ მე 12 საათამდე აქ ვიქნები, ლოცვები მაქვს, ფსალმუნები უნდა ვიკითხო და მოდით, გამოდით დროებით უყვართ